გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიზია ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი. დილამშვიდობისა მამა გიორგი დაგუწევთ. დილამშვიდობისა, მშვიდობიან დღეს გისურვებთ. განსაკუთრებული მადლობა რომ გვესტუმრეთ გორიდან და თან განსაკუთრებული მადლობა იმიტომ რომ ადლიერებაზე და უმოდორობაზე უნდა ვისაუბროთ დღეს და ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული თუმცა ურთიერთკავშირში და ანონში ვთქვი რომ ალბათ ეს მარადიული თემაა. ალბათ კაცობრიობრივად არსებობდა სამწუხაროდ სანამ იარსებებს ეს სულ იქნება ეს დაპირისპირება. აი რამდენად მნიშვნელოვანია და რომლით დაიწყებთ უმოდორობით თუ მადლიერებით. მოკლედ ესენი ერთმანეთისგან განუყოფელი არის და საოცარია რომ მოკლედ აქ რომ მოდივარ ხოლმე მონდობილი მაქვს თქვენზე რომ აი თემა რა უნდა იყოს მოკლედ ღმერთს მივანდობ ხოლმე ესე იგი სულ წერტილებში მირტყავთ ესე იგი ყველაზე ისეთ წერტილებში მირტყავთ რომელიც მაგრამ როცა უმადური მაინც ხარ ადამიანი და ხვდები მე ლაპარაკი მაინც შეგიძლია და უნდა შევეცადოთ მოკლედ ვისაუბროთ ნუ მადლიერება უმადურობა პირველი უნდა ვიცოდეთ ერთი რამე რა რომ აი არის სულიერი თვისებები რომელიც მოკლედ ჩვენ ამ წუთის სოფელში გვინდა და დამთავრდება, მაგრამ არის თვისებები, რომელიც გაგრძელდება მარადიულად. აი მაგალითად ერთი მთავარი თვისება ხო არის რწმენა, მაგრამ რწმენა დამთავრდება. იმიტომ რომ ჩვენ გვწამს, იმიტომ რომ აქ ვართ და მე პირადად შევხვდებით ღმერთს და უკვე იქ რწმენა აღარ იქნება საჭირო, იქ პირადად ღმერთთან ურთიერთობა იქნება საჭირო. აი მადლიერება კი ის სიყვარული მადლიერება და ეს ანუ დღეს მადლიერებაზე გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის მარადიული მცნება. ანუ ეს სულს უნდა გქონდეს, აქაც უნდა გქონდეს და მარადილობა სჭირდება, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, პირველი მიზეზი. კი ვიძახით ხოლმე რომ ამ პარტავნებამ დასცა ადამიანი ნარდილ ცხოვრებაში, მაგრამ მთავარი მიზეზი რისთვისაც დაეცა და რამაც ამ პარტავნება გამოიწვია იყო უმოდორება. არ დააფასა ის, რაც მიიღო ადამიანმა. რაც ამს არ დააფასა ის, რაც ჰქონდა და მოინდომა უფრო მეტი, ან უთხრეს უფრო მეტი, ამ დროს შემოვიდა ამ პარტავნების განცდა და მოკლედ ნახეთ სულში გაიგმირა ეს ძალა მადლიერების ძალა და რაც ამს დაზიანდა ერთი, მისი გამოსწორება იყო შენდობის თხოვნით და შენდობა არ ითხოვა, ანუ მადლიერი არ გახდა ადამი რომ დაეფასებინა მადლობა ღმერთო, არა, მადლობა იმისთვის რაც მაქვს, არამედ გააგრძელა ამ პარტავნებაში ყოფნა და აი გამოდევნილი ადამიანის ამოთხიდან ფაქტობრივად, ანუ აი ამ ორი რაღაცის წინაშე დგას, ანუ მადლიერება ამ პარტავნება, ანუ ამ პარტავნება გადაზრდილი უმადურებაში, ესე რომ ვთქვათ, მადლიერება და უმადურება. დღევანდელი სამყარო აი ფაქტობრივად მადლიერებას არ ცნობს. ანუ არ ცნობს, რატო იცით, ნახეთ როგორ რაღაცა ვერ ცნობს, რატო? იმიტომ რომ მადლიერება სულისთვისება. ერთი რამე მინდა აი ჩვენ მსმენელსაც და მრევლსაც კარგად უთხრა და ჩვენ ყველამ რო გავიაზროთ, რომ მადლიერება არ შეუძლია ფსიქიკას და მშვენიერ ნაწილს ადამიანის. მადლიერება არ შეუძლია ჩვენ სხეულს. მადლიერება მხოლოდ შეუძლია სულს. და აი მაგალითს მოგიყვანთ მაგალითად. ხო არის სიხარული და არის მხიარულება. როგორ ფიქრობთ, სიხარულია სულისთვისება პავლე მოციქული რო ჩამოთვლის, მაგრამ მხიარულება შეუძლია ადამიანს, რომელსაც სიხარული არ აქვს. ანუ მხიარულობენ დღეს ადამიანები, რომლებიც შეიძლება შინაგანად უბედურები არიან, არაფერი საბაბი არ აქვს სიხარულს, მაგრამ გარეგნულად მხიარულობენ. ასევე ნახეთ მადლიერება და მადლობის თქმა. ჩვენ ბავშვებს ვასწავლით ხშირად, რომ მადლობის თქმა ისწავლე და მადლობა უთხარი და კმაყოფილდებით ამით, რომ აიცი რა ბავშვმა მადლობის თქმა ის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის საკმარისი. კარგია, ანუ ესე რომ ვთქვათ, ფსიქიკის გაწვრთნა იმისა, რომ ბავშვმა თქვათ რაღაც, ანუ ადამიანს შეიძლება ყველაზე ოდიში აი სულიერად დაცემულ ადამიანს, აი ყველა იმასაც კი აიძულო, რომ მადლობა გითხრას. ანუ ისე მოიცნო მადლობას ათქმევინებს სიტყვით, მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანი შინაგანად არის მადლიერი. და ამიტომ აი ეს უნდა კარგად მორწმუნე ადამიანმა მაინც მიხვდეთ, რომ მადლიერება ეს არის სულისთვისება. ეს არ არის ფსიქიკური ნაწილისა და ეს არ არის მით უმეტეს თქმა, უბრალოდ ენით თქმა, რო იცი რამე მადლობა და მორჩა. თუმცა ამასაც ბევრი იმდენად ძლიერია მადლიერების განცდა, რომ ამ ერთ სიტყვასაც კი შეუძლია მთელი ისეთი ძალა მოიტანოს და ისეთი რაღაცა მოკლედ დაატრიალოს ადამიანებში, რომ ნუ მოკლედ თავისთავად ესეც ისე იგი საუკეთესო რამ არის. მაშინ როგორ შეიგრძნობა მადლიერება მამა გიორგი ამასაც? ანუ აი ნახეთ მადლიერება როგორ არის, იცით, აი დღეს ზუსტად ეს არის, აი ჩვენ გვაქვს სულიერი ისეთი თვისებები, იმდენად უცხოა ჩვენთვის, აი დღევანდელ სამყაროში პავლე მოციქული
მოგებული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში, მეორე ეპისტოლეში, თორსა მესამე თავში აი წაიკითხოს ყველამ პირველი 4 მუხლი მაინც ჩამოთვლის, რომ ტიმოთეს ეუბნება, რომ ისე იგიო და ბოლო ჟამსო და ბოლო ჟამი ხარ არის მხოლოდ და მხოლოდ ზეთ, მაგრამ აი ბოლო ჟამი ნიშნავს, რომ აი ყველაზე კრიზისული მდგომარეობაში ადამიანებისაო ჩამონათვალია იქ, რომ იქნებიანო შინაგამცემებიო, ისეთი თვისებებია ჩამოთვლილი და ერთ-ერთი მათგანი არის უმადურება. ანუ იმდენად კაცობრიობა ამ პარტავნებას, ეგოიზმში და ამ პარტავნებაშია, რომ სულის ეს ზალა იმდენად განგმერილი არის, რომ ანუ იმითიც კი ის როგორ ვთქვათ, იმითიც კი კმაყოფილები ვართ, რომ მადლობა შეგვიძლია რომ ვთქვათ და ქრისტიანისთვის ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ვიძახი, რომ აი მუდმივად უნდა შევეცადოთ, რომ მადლიერების მდგომარეობაში ვიყოთ. და არა უბრალოდ ის რომ შეიძლება რომ მადლობას ვიძახდეთ. სიტყვით ამის მაყოფილებით. თუმცა ესეც გვიჭირს ხოლმე. კი, ნამდვილად. აი ნახეთ როგორ არის თუ გაიხსენებთ, ესე იგი ძალიან ხშირია ხოლმე აი ადამიანები ეს ეთქვენ რომ შეკითხები როგორ ხარ, მადლობა ღმერთს. ხო და ანუ ეს მეუბნები ხო აი კარგია ეს რომ ამას იძახი მადლობა ღმერთს, მაგრამ რამდენად ეს ამოძახილი არის სულის ამოძახილი და რამდენად არ არის უბრალოდ ლექსიკონი, რომელიც უბრალოდ მორწმუნე საზოგადოებას ჩამოუყალიბდა. ამიტომ მე მინდა რომ იმის იქით გავიხედოთ, იმიტომ რომ ეს ის თვისებაა, რომელიც მარადიულობაში აუცილებლად დაგვჭირდება და უმადური ადამიანიც ათასასწლეულს ვერ დაიმკვიდრებს. მამა გიორგი, ვიდრე მარადისობაში წავალთ აქ წლება ხო ჩვენ მე სად მოხდებით იქ. აი ღვთისადმი მადლიერება როგორ უნდა გამოხატებოდეს, კარგი რამზანეთ, რომ მადლობა ღმერთს სიტყვით ვიძახით ხოლმე ისე რომ შეიძლება აღარც უფიქრდებით, ან უბრალოდ სანთელს დავანთებთ ან უცვლელად დილის ლოცვებში ვიტყვით მადლობა ღმერთს, მაგრამ ცხოვრების წესით, არახოლოდ სიტყვით, რასაც თქვენ ბძანებთ ახლა და ამდენი ხანი ამოთქეს აკეთებთ. როგორ უნდა ვლინდებოდეს ქრისტიანის, ნებისმიერი ადამიანის, იმიტომ რომ ყველა ადამიანი გათენილია მადლიერება საქმით და როგორც სიტყვის მასალად გნებავთ. ერთმანეთში და გნებავთ ღვთის მიმართ, რომ მადლობა ღმერთო ყველაფრისთვის. აი, იცით როგორ არის მაცხოვარი რა სიძახის, ხო, იმას ვინც იტყვის, რომ მე უყვარვარო და თავისი მოყვასი არ უყვარს, ხო, მათყუარაო რა. ანუ უფალმა მოგცა საშუალება ამ დედამიწაზე გამოვალ, როგორც თქვენ თქვით, რომ აი დედამიწაზე მოვიპოვოთ ეს თვისება, რომელიც მოკლედ დავკარგეთ ოდესღაც, აქ უნდა აღზარდოთ. მაგალითად რას მოვიყვან, იცი? აი ჩვენ გვიწევს ესეთ სამყაროში ყოფნა, რომ აი ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ხორბალი. მაგრამ ხორბალთან ერთად არის თივა, ხო? და ნახეთ როგორი რაღაცა არის. ანუ ხორბალი თივის გარეშე ვერ გაიზრდება. ეს თივა არის თქვათ პირობითად ეს ადამიანები შეიძლება რომლებსაც ჩვენ ვიძახით თუ ხელს გვიშლიან. ჩვენ გვინდა რომ სულ ხორბლებთ, ანუ ჯერ ხო ჩვენ ხო ხორბლები ვართ პირობითად და ახლა სულ ხორბლებთან გვერდზე გვინდა ყოფნა რომ მოკლედ ეს ისე იგი ჩვენი თვისებები თითქოს იმას აქნას, რა ქვია, აღიზარდოს და გაიზარდოს, მაგრამ აი მიუხედავად ამისა, შენ აი ამ ადამიანების მადლიერი იყო, რომლებიც უბრალოდ შეიძლება აი შენს ხორბლობაში ხელს გიშლიან და არა მხოლოდ ეს. ძალიან უხერხულ რამეს ვიტყვი, მაგრამ თქვენ ისეთ ხორბალი რო გაიზარდოს, სასუქიში აქვს და ერთ-ერთი სასუქის ფორმა არის, მოკლედ აღარ ვიტყვი, ხო, ეს არის ცხოველის რაღაცა ისეთ. ანუ ისე როგორ ყარს. ანუ შენ ხორბალი ზემოთ ხარ, ხორბლობა გინდა, მაგრამ თივისა და ესე რო ვთქვათ, ამ პატივის გარეშე ქვემოთ, ანუ ვერ იქცევი ხორბლად. ამიტომ ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც უნდა შევეცადოთ მიუხედავად ყველაფრისა, როგორი ადამიანები გვაკრავს თავს, ნებისმიერი ადამიანი, რომლებიც აი შეიძლება ხო გეუბნები, აი ძალიან გვაჭირვებენ, აი ძალიან ესე ვთქვათ, აი გვიშლიან ხელს აი ამ ხორბლობაში და ხორბლად ყოფნაში, ხო? აი ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მაინც ეს მადლიერების განცდა გააჩნდეს ადამიანს და ნახეთ აი სად გროვდებით უკვე. ყველაზე მთავარ მსახურებას ეკლესიაში ქვია ევქარისტია, ანუ მადლიერება. ანუ უფალი გვეუბნება რომ ყველაზე მაღალი რაც შეიძლება თქვენ, ანუ აი ყველაზე მაღალი, არ ქვია სიყვარული. იყო სიყვარულის ტრაპეზიც ერქვა ხოლმე თავის დროზე, მაგრამ იქ მთლიანობაში შედიოდა, იმიტომ რომ იქ ტრაპეზიც შედიოდა, მაგრამ უშუალოდ ლიტურგიკულ ნაწილს დაერქვა მადლიერება, ანუ ევქარისტია, ხო? ამიტომ აი ამ ევქარისტიაში ჩვენ, როდესაც მივდივართ, აი ნახეთ როგორ არის, იცით? ადამიანი მადლიერი ვერ იქნება თუ კი ის მისი ნება არ არის დამორჩილებული ღმერთზე. ანუ თუ მე როგორც მინდა ისე უნდა იყოს, ვერასოდეს ვერ იქნება ისე ამ წუთისობაში და ამიტომ ყოველთვის ვიქნები უმადლობა. მაგრამ თუ მე აი ჩემ იმაზე ნებაზე უარი ვთქვი და რა დოზიცაც საკუთარ ნებაზე მე უარს ვამბობ, იმ დოზით მადლიერება იზრდება უკვე, იმიტომ რომ ნახე ღვთის ხელიდან ვიღებ ყველაფერს.
და ჩემი სიტყვაც ეღარა თქვი მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის ეს იქნება რეალურად ნათქვამი იმიტომ რომ ჩემი ნება არის დაპატარავებული ჩემი ნება ჩამოწია ღვთისნება გაიზარდა და აი ლიტურგიაზე რომ მივდივართ რას ვაკეთებთ ხო იქ ყველანაირად ვკვეთ საკუთარ ნებას იქ საოცარი აი მღვდელი რო კითხულობს ქერუბიმთას ლოცვას აი საოცარი ტექსტი არის რომ რამე თუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული, შემწყნარებელი და მიმცემელი. ანუ შენ ხარ ყველაფერი. ანუ შენი ნება ყველაფერი, ახლა რაც აღესრულება შენ ხარ ყველაფერი და მე უბრალოდ გევარ და მადლობა დღეს რაც ხდება ჩემს თავს და მადლობა ამ ყველაფრისთვის, რომ შენ მოკლედ ისე იმდაბლებს საკუთარ თავს, რომ პურსა და ღვინოში გვეძლევი ჩვენ. აი ეს საოცარი, აი ეს არის, ანუ ღმერთი გეუბნება, რომ იმისთვის რომ არ შეგაშინო, იმისთვის რომ რაღაცა ჩემი დიდებით არ მოვიდე და მოკლედ შენი ეს სიპატარავე არ გაცამტვერდეს თავიდან ბოლომდე, ისე იმდაბლებს თავს, რომ პურსა და ღვინოში მკვიდრდება, რომ ჩვენთვის მოცემად იყოს ადვილი და სიხარულის განცდაც კი კონდეს ადამიანს და აი ლიტურგია ყველაზე დიდი და აღმატებული მადლიერების გამოხატვა არის. აი ეს საოცარი მადლიერების გამოხატვის არის. ეხლა აი ნახეთ როგორ არის მადლიერი ვერ იქნება ადამიანი თუ რწმენა არ აქვს. და ამის მაგალითს რას მოგიყვანთ იცი? გაიხსენეთ 10 კეთროვანი. როდესაც 10 კეთროვანი განკურნა მაცხოვარმა რას ეუბნება რომ ერთი მოვიდა და მადლობა გადაუხადა. რა უთხრა? წადი და შენმა სარწმუნოებამ გაცხონაო. ანუ რა უთხრა? ის კი არა მადლობა თქვიო, არამედ შენმა რწმენამ გაცხონა. აი ნახეთ წეღარაც მოგიყვანეთ მაგალითად. თქვენ ფიქრობთ იმ 9 კეთროვანმა მადლობა არ თქვა. გულში იტყოდა რომ აუ მადლობა რა კარგია ხო? მაგრამ ნახე ეს არის სიტყვით გამოთქმული მადლობა, რომელსაც სული ანუ შინაგანი საზრდო არ აქვს, ანუ შინაგანი საძირკველი არ აქვს. უბრალოდ აი გამიხარდა რაღაც, აი ვიღაცამ რაღაც თქვა მადლობა თქვი, წადით ხო ეუბნება რომ მოდლებს ეჩვენეთო და მადლობა, ანუ მადლობა შეწირეთ იმათმა მადლობა მოიხადეს გარკვეულწილად, მაგრამ ვერ იპოვეს იმდენიო სარწმუნოება რომ უკან მოქცეულიყვნენ. ამიტომ ნახეთ როგორ არის ურწმუნო ადამიანი უდრის მოადურ ადამიანს. და პირიქით, ანუ თუ მადლიერი ვერ იქნები თუ მორწმენა არა გაქვს და ვერც წმენა გექნება თუ მადლიერება არ გაგაჩი. ეს ორი რაღაც არის განუყოფელი რაღაც, ანუ შეუძლებელი. ანუ რატო ვიძახი ამას? იმიტომ რომ სულიერი აქტია, მადლიერება არის სულიერი აქტი. ანუ ჩვენ უგვერევა იმ ხიარულებაში, ჩვენ უგვერევა რაღაცა ამ გარეგნულ ის რაც გრძნობითია და ის რაც რაღაცა ესეთი მშვინვიერია და რაც ემოციური ნაწილი არის. იმან შეიძლება კი როგორ არა გაწურთნა ადამიანი და ასწავლო, აი როგორ გითხარი, ცხოველსაც ხوارია, ცხოველმაც იცის მადლიერების გამოხატვა, ხო, თავზე რო ხელს გადაუსვამ, მოდის და რაღაც, ანუ ცხოველიც კი შეიძლება მშვინვიერ ნაწილში გაწურთნა, მაგრამ ჩვენ ხო, ანუ ვართ ესე ვთქვა, ჩვენ ხო ხორბლები ვართ პირობითად, ხო, არ გვინდა რომ თივები ვიყვეთ, რომელიც დაიწვება, რომელზეც მაცხოვარი ძახის რომ ესაო ორივე ღვარძლი და ისო დაითესა და ხო არ გამოვაცალკეოთ ხა ის აშინელი სამსჯავროსი ის იყო და რა ვქნათ ხო არა ვიყო ესო ერთად გაიზარდონო და მე მოკლედ ღვთის მოწყალება რომელიც ერთს დაწვავს და მეორეს აი ამ სიხარულს მიანიჭებს ის გააკეთებს ადამიანის ცხოვრებაც ასე არის არა რომ წარმოვიდგინოთ ახლა თქვენ რაც თქვით ხორბლის მაგალითი რომ იგივე მიწა როგორ ნოყიერდება შემდგომ როგორ იზრდება ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრებაც ასე არის ანუ სავსე არის განსაცდელებით სავსე არის ცოდვებით და შესაბამისად როდესაც გაქვს სწრაფვა უფლისაკენ თანდათან ამ გეხმარება ეს ყველაფერი თავისთავად რომ გაიზარდო სულიერად და შეებრძოლო. ამ ბრძოლაში არის სწორედ ალბათ ჩვენი სულის გამოწორთობა, რომ საბოლოო ჯამში ხორბლად ვიქცეთ, ასე ვთქვათ, ხო, მამა გიორგი და როდესაც ვამბობთ, რომ მადლიერები უნდა ვიყოთ უფლის და გმადლობ უფალო ყველაფრისთვის ვეუბნებით შესაბამისად, აქ არამხოლოდ იმ მონჭებული სიხარულისთვის უნდა ვუხდიდეთ მადლობას და თუნდაც განკურნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ის განსაცდელები, რომელიც მოგვევლინა და ის ცოდვები, რომელიც დაძლევაშიც დაგვეხმარა უფალი, ხომ, თავისთავად. აი, რამდენი ადამიანი გინახავთ უბრალოდ, აი, რამდენი ადამიანი გინახავთ ტაძარში მოსული, რომელიც უბრალოდ მოვიდა იმის გამო, რომ მადლობა უთხრას ღმერთს. რომლის ცხოვრებაშიც არაფერი ისეთი არ მომხდა.
რამდენი ადამიანი, ანუ ჩვენი მდგომარეობა წარმოადგენთ, როდის გავაკეთეთ ის, რომ ვიღაცამ გავგვაბრაზა, ვიღაცამ გვაწყენინა, ვიღაცამ ის და ამის გამო უბრალოდ ვთქვით, რომ მადლობა ღმერთს ამისთვის, ხო? აი ამას ვამბობ, აი დღევანდელი სამყაროთი ვართ გაჯერებული, ვთქვით და ეს იმდენად უცხოა ადამიანისთვის, აი იმდენად უცხოა ეს მადლიერების განცდა, რომ აი ხო გეუბნებით, აი ემოციურ ნაწილში და მშვიდიერ ნაწილშიც კი რომ მაინც მადლობის თქმა შეგვიძლია, ამითიც კმაყოფილები ვართ ადამიანები რა და ამიტომ წეგან ამიტომ ვთქვი რომ აი ადამიანს ეუბნები რომ აი მადლიერებაზე ესაუბრები ხო აი ეგრევე წინააღმდეგობაში რის მადლიერი უნდა ვიყო და გადადეს უკვე რის მადლიერი ჩემი მეზობლისაა ყოველდღე რომ მოკლედ და ამ ჩემი ოჯახის წევრისა ესე იგი ვერაფერი ვერ დავანახე და ამდენს ვშრომობ და მადლობა ანუ მადლიერია ხო ნუ მოკლედ თავისთავად ხო ის ამდენლობი ყველაფრის ანუ ნახეთ როგორი რაღაცა არისო აი მაგითო ვიძახი რომ ეს მდგომარეობაა ანუ აი ეს არის ხედვა, სამყაროს ხედვა. ან მადლიერი თვალით უყურებ სამყაროს, ან უყურებ უმადური თვალით და ეს თვალი როგორია, იცი, სულ უკმაყოფილოა. კი, აი უმადურობას აქვს ერთი თვისება, თქვენაც ახლა ახსენეთ, რომ დაკვირვებული ვარ და არ არის მარტო ჩემი დაკვირვება, რომ რაღაც გაბროტება იწყება. მე მგონია, რომ ყველა არასათანადოდ გექცევა, პატივში არ ახარ, ცუდი უნდა ჩენი და თან ჯაჭვური სისტემაა. და ეს სიხარული აღარ გაქვს თქვენ. ამპარტავნება. ანუ მაგას წერან ეგ თქვი ზუსტად, რომ ამპარტავნება ის, როდესაც მადლიერება იკლებს ამპარტავნება მოდის ზემო და ამპარტავნებას კიდე აქვს სხვადასხვა განშტოებები, როგორ ვლინდება. გააჩნია სათხარ და რა ფორმით ვლინდება ეს ყველაფერი. აი ეს არის თავარი, რომ აი მე მინდა ვთქვა, რომ აი ამაზეა ფიქრი, აი ამაზე ხა მარხვა მოდის, ხო? აი ამაზე სიღრმისეული ფიქრი არის უკვე. ჩვენი მრევლი მე ესე ვიქობ, რომ გარკვეული კარგი დრო გავიდა უკვე, აი კარგი დრო გავიდა, საკმარისი დრო გავიდა იქიდან, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია, მადლობა ღმერთს დღეს ხო, ანუ წლების უკან ამაზე ვერ საუბრობდი, დღეს უკვე შეგვიძლია, მაგრამ ანუ მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ აი უბრალოდ ცადე აბა ადამიანმა, რომ ერთი შენი მეზობელი რო გაბრაზებს, ანუ ისე იგი მანქანამ რო უკნიდან მან დაგისიგნალა, ისე იგი ცოტა რო ჩაგიჭრა და გაგისვა კიდეს გვერდზე, უბრალოდ აი მინიმუმ არ გამოხვიდე წყობილებიდან და მე აბა, მაგრამ ვერ გააკეთებ ამას, მაგას ვიძახ ხოლმე, ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ თუ არ არის შენში ამას ვერ იზავ და რომც ქნა უბრალოდ თავი აიძულო, გასკდები შინაგანად. ანუ ვერ შეიძლება. არის თუ არა ეს საზომი, მამა გიორგი ახლა სწორია თქვით არ არის შინაგანად, რომ თუ მართლა ვიღაცა შევერწყო არ მოგაყენა როგორც შენ გონია ისე არ მოგეცა თითქოს მადლიერი ხარ და რაღაცა მოხდება თუ რომ ისე გააფეთქები სადღაა შენ. არის თუ არა ჩვენი თავის საზომი რომ ამით მივხვდეთ სადავართ ამ მდგომარეობაში. უნდა კი ამას გულისხმობ რომ რაც არის ადამიანში ხო კოკასაშინა რაც ადგას იგივე წარმოდინდების. ანუ პირველი რეაქცია ყოველთვის არის ანუ გამსაზღვრელი რა უფრო ჭარბობს ადამიანში. პირველი რეაქცია, რა პირველი რეაქციაც გაქვს, ისე იგი ეგ უფრო და მე შეიძლება საკუთარი თავი ისე იგი აიძულო რაღაცნაირად აი გაწურთნა და თქვა რომ იცი რა მოდი მაინც მიუხედავად ამისა, მაგრამ მანამდე უკვე კარგი ბევრი შეცდომები დაუშვე, იმიტომ რომ გამოხატე კიდეც ეს ისე იგი იჩხუბე კიდეც რაღაცა გაანაწყენე კიდეც, მაგრამ მე უბრალოდ საკუთარ თავს რო უშველო ხო ვიძახი რომ იმიტომ რომ არ გტოვებს ეს გაღიზიანება, იმიტომ რომ წყენას ვერ ივიწყებ რაღაცნაირად რაც იყო და ამიტომ ერთადერთი ხვდები რომ რაც გიშველის არის რა რომ მადლიერი იყო ადამიანი, მაგრამ იმასაც ხვდები რომ მარტო სიტყვით იმის თქმა რომ მადლობა ესეც არ გშველის გამიგე და აი როგორ გითხრა იცი იმაში რო ხარ სუპერმარკეტში და რაღაცები რო აკრიფე და უცებრო ჩაიყავი ჯიბეში ხელი და ესე იგი 100 ლარისა გაქვს და მე აღებული და უბრალოდ აღარ გახსოვდა 10 ლარი კიდევ ჯიბეში მე უკვე ანუ ხვდები რომ რაღაცები არ არის ანუ არ გაქვს მაგისა და ეძებ ამ შენმადლიერების გზნობას და როგორც ბევრჯერ მithქვას რომ ეს არ არის რაც შეიძლება უცბად მოიპოვა ადამიანს ეს არ არის ვინმე ვერ გაჩუქებს ეს ვერ მოგიტანს ვიღაცა ანუ ეს არის ან ადამიანის სულიერად იწურთნები და გააქვს მადლიერების განცდა ან არა გაქვს მადლიერების განცდა და როცა დაგჭირდება შენვე დაგტანჯავს ეს უმადურობა საქმეც ესაა რომ სხვას კი არავის არ ტანჯავს ანუ უმადურ ადამიანს გონია რომ ვიღაცას იმას იზავს რა ქვია დაუშავებს რამეს კი ვიღაცა შეიძლება დაუშავო კიდეც აღარა უმთავრესად დაიშავებს საკუთარ თავზე იმიტომ რომ უმადური ადამიანები ხასიათდებიან ყველაზე დეპრესიული ადამიანები არიან ყველაზე აი მოწყენილი ადამიანები არიან აი არაფერი არ ახარებთ უბრალოდ იმიტომ რომ კიდე გეუბნებით აი შვინვიერ ნაწილს ანუ ჩვენ ფსიქიკას და ჩვენ სხეულს სულ მეტი უნდა
ანუ შეუძლებელი ის დააკმაყოფილო. აი უძღებიშვილი წავიდა და რატო ვერ დაიკმაყოფილა ის ხო წავიდა. არა, მაგრამ დახარჯა ყველაფერი ხო აი ამ რაღაცის ძიებაში იყო, მაგრამ ვერაფერი ვერ მოუტა, იმიტომ რომ ცოდვამ და ესე რომ თქვა, ანუ ჩვენმა ფსიქიკამ და ჩვენმა სხეულმა ზღვარი არ იცის. ერთს გაუკეთებ, მეორე უნდა, მეორეს გაუკეთებ, მესამე უნდა. ანუ უფრო მეტი და მეტი უნდა და აი სული რომელიც მეფდება ადამიანზე, ამ ფსიქიკურ ნაწილზე, ამ შვინვერ ნაწილზე და სხეულზე, ანუ ზემოდან დგას და ეუნება მადლიერი იყავი რა, რაც გაქვს, მადლობა ღმერთს ამისი თქვი ეს რაღაცა და აი ჩვენი სამყარო კიდე მოწყობილია საითკენ მივექანებით, იცი, აი რაღაცა ესეთი განუსაზღვრელი კომფორტისკენ, რომელსაც გვთავაზობენ, ანუ აი კომფორტი და დაუსრულებელი გზა არის. აი იყიდი რაღაცას და უკვე სხვა გამოვიდა. ანუ იყიდი რაღაცას კიდე სხვა გამოვიდა და ამ კომფორტის დევნაში ხვდები რომ შენი მშვინვერი ნაწილი და შენი და აი ეს ტანჯავს ჩვენ ახალგაზრდებს და მე ეს ტანჯავს ზოგადად მშობლებსაც. და ამიტომ მინდა უთხრა მშობლებს რომ თვითონ ისწავლონ ჯერ, ანუ ისწავლონ კი არა, მადლიერება შინაგანად მოიპოვონ სულის ეს თვისება, რომ შვილებშიც აღზარდონ მე ის რომ მარტო იმით კი არ დაკმაყოფილდა ჩემმა შვილმა მადლობის თქმა იცის. კარგია, ხალხო, ეს ძალიან კარგია, რომ ბავშვს შეუძლია მადლობა თქვას, მაგრამ ანუ საკმარისი არ არის ცხოვრებისეულ გზაზე, ძალიან რთული იქნება მისთვის და ერთ აი სახარებისეულ მაგალითს მოგიყვანთ კიდე. თუ გახსოვთ, აი რითი ხასიათდება ორი მოციქულის მაგალითს მოგიყვანთ. გახსოვთ უფალს რო უნდა რომ 4000 ადამიანი რო უნდა დააპუროს ხუთი პურით, ხო? ანუ ეუნება რომ ამდენი ხალხიაო ეხლა აქ და მოდი დავაპუროთო და არიან ფილიპე და არიან ანდრია მოციქულები. ხო და ფილიპე უნება რომ რანაირად დავაპუროთო ამდენი ხალხიაო რაღაცაო და ანდრია მიდის და ეუნება რომ 5 პურიაო და 2 თევზიაო აქ. ანუ ნახეთ ფილიპეს მდგომარეობა რომელიც გამოსავალს ვერ ხედავს, ანუ არ ხედავს, ანუ გამოსავალს, ამ წარმოუდგენელია მისთვის გავსი რაღაცა, მაგრამ აი ანდრია ანუ მადლიერი ადამიანი და მადლიერების, ანუ შინაგანად მადლიერების მქონე და ყოველთვის გამოსავალს ეძებს, ყოველთვის ეძებს რაღაცას და აი ხო წარმოუდგენელი იყო, მოუტანა უფალს და რა მოხდა, ხო? ანუ უფალმა მიხვდა რაც იყო, ანუ ის სწორად მიხვდა იმას და მე რა არის აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვათ ერთი ესეთი რაღაცაც რომ უფალი ლოცვას გვასწავლის სახარებაში ხო აი გაიხსენეთ მამაუჩვენოს გარდა რა ლოცვებს იძახის უფალი და ნახავთ ყველა ლოცვა არის მადლობა გახსოვთ ანუ როდესაც ამასაც აკურთხებს ხუთპურს მაშინ მადლობა შეწირავს აკურთხებს და მოკლედ თუ გახსოვთ როდესაც აღადგენს ლაზარეს იქეუნება რომ მადლობა ღმერთო რომ ისმენ ჩემსას ხო ეს ხო თვითონაა ღმერთი მაგრამ ეს ხო ჩვენ გვასწავლის ხო წარმოიდგინეთ იყო მომენტები როდესაც აი ავიდა მთად და ილოცვიდა ჩვენ ხო არ ვიცით ანუ ეს დაფარა რა გულოცულობდა მთაზე ეს დაფარა იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მაღალი ლოცვითი ღაწლი რომელიც ქრისტიანში მიიღწევა მაგრამ რაც გამოგვიცხადა ღმერთმა ერთი არის რომ ამოუჩვენო სადაც იყავ ნება შენი და ჩემი არა რაც გითხარ და მეორე ლოცვის ფორმა არის მხოლოდ და მხოლოდ მადლიერებისა რა ამიტომ აი აბა აიძულე საკუთარი თავი მიუხედავად ყველანაირი სიმძიმისა რაც შეიძლება გაგაჩნდეს აი ტაძარში რომ მიხვალა აი ღმერთთან რო ურთიერთობებ კი არ მიხვიდე ღმერთო მომეცი ეს მომეცი უფალიც ხო გეუბნება მე აი ამიტომ გვარიდებს რომ ვიცი რაც გინდა რაც გჭირდება და რაც გაქვს იმაზე თუ მადლობას იტყვი და აი ამაში ანუ ცდუნებას გაუძლებ და საკუთარი სულში ეს მადლიერების განცდა შენში უფრო ჭარბი იქნება ვიდრე მომეცი იმიტომ რომ ეს მომეცი არ არის სულის თვისება ეს მომეცი უნდა ჩვენ შვინვერ ნაწილს ეს მომეცი უნდა ჩვენს ფიზიკურ ნაწილს და უმეტეს შემთხვევაში რასაც ვითხოვთ იმიტომ რომ გასვოთ უფალი ეუნება თვითონვე რომ არ იცითო რა სიტყვოთო და თუ ვითხოვთო ბოროტად ითხოვთო და ამიტომ არ მოგეცემათო და აი ეს არის ზუსტად რომ აი მადლიერების განცდა ეს არის თხოვნაც კი ანუ როდესაც მადლობას წირავ ღმერთს რისთვის გაკ ეს ამავე დროს უხსნის ესე იგი ღმერთს გზას ადამიანში რომ მან უფრო მეტი მოგცეს უკვე დაინახა რომ შენ ის რაც გაქვს ამის მადლიერი ხარ მაგრამ როდესაც ახლა ჩვენ აი მომე თუნდაც სულიერი თვისებებიც ანუ მარტო ამაზე არა ლაპარაკი აი მაგალითად აი გეუბნება რომ მადლიერება მასწავლე ეუნები უფალს ხან მეუნები ხოლმე ადამიანს რასაც ლოცულობ მართლა რომ ღმერთმა მოგცეს მზად ხარ ამისთვის და გეუბნება აი ეუნები რომ აი ხა ამ ჩვენი საუბრის მერე რომ დავიწყოთ რომ იცი რა მე მინდა რომ მადლიერი ვიყო
უცებ გამოგიგზავნის ადამიანებს, რომლებიც შეგაჭირვებენ. და უნდა და გამოხატო გეტყვის, რომ ხო გეტყვის, რომ აი აქ აღიზრდება მადლიერება. ანუ ის რომ მე შე რაღაც მოგეცი და ის რომ შენ რაღაცა ვიღაცამ მოგცა და ამაზე მადლობის თქმა, გეუბნება რომ ეს იცის შენმა მშვენიერმა ნაწილმა და იმას ხეულმა, ანუ პირ შეუძლია თქვას რომ მადლობა, მაგრამ მე მინდა რომ შენში ის რაღაცა აღზარდო, რაც შენ მერე მარადიულ ცხოვრებაში ჩემთან მოსვლის დროს, ჩემთან შეხვედრის დროს შენში იქნება ის, რაც მე მოკლედ რაც ჩემთან საურთიერთობოდ საჭიროა და აუცილებელი. ანუ ნახეთ, ზეცაში რა მსახურებაა, ხო? მადლიერების მსახურება. ევქარისტიაც ამიტომ ქვია აქ, რომ იქ ანუ განადიდებენ და მადლობენ ღმერთს ანგელოზები და წმინდანები, ხო, რომ იმ ყველა თავისი ცხოვრებისთვის. ეხლა ალბათ წარმოიდგინეთ ჩვენი მოწამეები რა ცხოვრება გაიარეს, ხო, ანუ საშინელი ცხოვრება და მადლიერები იყო, ანუ ერთადერთი რამის გამო ღმერთი მათთან იყო, იმიტომ რომ რაც ხდებოდა მას თავს, ანუ მათი ცხოვრება აღბეჭდილი იყო, უფალო იყოს ნება შენი, მათში იყო გარკვეული ძლიერი რწმენა იმის გამო, რომ მადლიერები იყვნენ იმისა, რაც ჰქონდათ და რაც გააჩნდათ, იმიტომ რომ ღმერთი იყო მათთან. დიდი მადლობა მამა გიორგი. უღმესი მადლობა მაყურებელს შევახსენოთ გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე ხსუმრობდა.